მოგესალმებით, დღეს თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს ჩაუღრმავდებით, ეხება ენტონი ბერჯესის მექანიკურ ფორთოხალს. მართლა რთული და, ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. ნამდვილად. ჩვენი მიზანია აი ამ წყაროებიდან გამოვკვეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, ვერსიებზეც ვისაუბროთ და იმ დიდ კითხვაზეც, თავისუფალ ვნებაზე. დიახ, ეს ის საკითხებია, რომლებიც აი დღემდე იწვევს კამათს და დისკუსიას. ვეცდებით გავშალოთ ბერჯესის, ასე ვთქვათ, მთავარი სათქმელი და ვნახოთ, როგორ აისახა, ან როგორ შეიცვალა ეს კუბრიკის ცნობილ ფილმში. დავიწყოთ თვითონ ბერჯესით. ერთი დეტალი თქვენს მასალებში განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის. თურმე როცა ამ წიგნს წერდა, ეგონა რომ მალე მოკვდებოდა. კი, სულ რაღაც ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ქონდა მგონი. ხო, და უბრალოდ უნდოდა მეუღლისთვის რამე დაეტოვებინა ფინანსურად. წარმოგიდგენიათ, წიგნი, რომელსაც თურმე თვითონ დიდად არც აფასებდა. ნამდვილად არც თვლიდა თავის საუკეთესო ნაშრომად. და სწორედ მან მოუტანა ყველაზე დიდი აღიარება. ეს ცოტა ცვლის აღქმას, არა? ნამდვილად. და ამ აღიარებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ითამაშა ნაძატმა. იმ უცნაურმა ენამ, რომელიც გამოიგონა. ხო, ინგლისურისა და რუსულის ნაზავი. კი. საინტერესოა, რომ მაინც და მაინც რუსულის. ანუ, ბერჯესს უნდოდა შეექმნა მომავლის თინეიჯერული ჟარგონი. თან ეს ხომ ცივი ომის პერიოდია. და ეს ენა თითქოს იმ ბაძაბულობასაც ირეკლავდა. მაგრამ თვითონ პერსონაჟი ალექსი აბსოლუტურად აპოლიტიკურია. დიახ, სრულიად. და ეს ენაც, ხო იცით, რაღაცნაირად ფარდასაფარებს ძალადობას. თუ თოლჩკო აჩელოვეკ ინტე ქიშკას, ეს ისე პირდაპირ და სასტიკად არ ჟღერს, როგორც ინგლისურად რომ ეთქვა, კაცის მუცელში მუშტის ჩარტყმა. კი. ენობრივი ხრიკია, რომელიც მკითხველს ერთგვარ დისტანციას უქმნის იმისგან, რაც ხდება. ზუსტად. თავისი ნედით ირჩევს, თუ ის ვისაც სიკეთეს აიძულებენ მექანიკურად. სწორედ ეგ კითხვაა ცენტრალური, განსაკუთრებით როცა ლუდოვიკოს ტექნიკა შემოდის. ეს ექსპერიმენტული მკურნალობა ალექს ფიზიკურად აიძულებს ზიზღი იგრძნოს ძალადობის მიმართ. აქ ბერჯესი ფაქტობრივად ორ თეოლოგიურ იდეას აჯახებს. ხო, პელაგიუსის და ავგუსტინესი, არა? დიახ, ერთის მხრივ იმ აზრს, რომ ადამიანს შეუძლია თავად აირჩიოს სიკეთე, ეს პელაგიუსის იდეა. და მეორეს მხრივ ავგუსტინეს იდეა, რომ ჩვენ ბუნებით ცოდვილები ვართ და გარეგანი ჩარევა გჭირდება გამოსასწორებლად. მაგრამ ამ მკურნალობას აქვს საშინელი გვერდითი ეფექტი. კი, ალექსი კარგავს კლასიკური მუსიკის სიყვარულს, ბეთჰოვენის, რაც მისთვის ერთადერთი, ამაღლებული რამ იყო მის ცხოვრებაში. ეს გვიჩვენებს, რა უხეშად ერევა სახელმწიფო ადამიანის შინაგან სამყაროში, ყველაფერს შლის, კარგსაც და ცუდსაც. და ეს მიგვიყვანს იმ ცნობილ დაპირისპირებამდე, რომელიც წიგნის სხვადასხვა გამოცემას უკავშირდება დაკარგული ბოლოთამი. ანუ, ბრიტანულ ორიგინალს 21 თავი ჰქონდა. კი, 21. ბერჯესისთვის ეს რიცხვი სიმბოლური იყო ადამიანური სიმწიფის ასაკი. და ამ ბოლო თავში ალექსი იზრდება, ხვდება, რომ ეს ძალადობა ახალგაზრდული რაღაც იყო და სხვა რამე უნდა ცხოვრებაში. მაგრამ ამერიკელმა გამომცემელმა ეს თავი ზედმეტად, ასე ვთქვათ, რბილად ოპტიმისტურად ჩათვალა. ბერჯესიც, როგორც თქვენს მასალებშია, ფინანსური პრობლემების გამო და იმის შიშით, რომ წიგნს საერთოდ არ დაბეჭდავდნენ, დათანხმდა მის ამოღებას. კი, დათანხმდა. შედეგად, ამერიკული ვერსია მთავრდება იმით, რომ ალექსი თითქოს განკურნეს, მაგრამ შინაგანად ისევის ბოროტმოქმედია. და სწორედ ეს შეკვეცილი 20 თავიანი ვერსია დაედო საფუძველად კუბრიკის ფილმს. კუბრიკის ფილმი კი, ეს ცალკე ფენომენია. თავისი ვიზუალური სტილით, იმ სტილიზებული ძალადობით ფაქტობრივად დაჩრილა წიგნი ბევრი ადამიანისთვის. ნამდვილად, საოცარია, როგორ შეუძლია ადაპტაციას, ორიგინალის აღქმის შეცვლა. ბერჯესს გამუდმებით უწევდა თავის მართლება ფილმის გამო, არადა. არადა ბევრი პრეტენზია ჰქონდა ფილმის საბოლოო ვერსიასთან, განსაკუთრებით დასასრულთან. ზუსტად. კუბრიკმა გამოიყენა სწორედ ამერიკული, უფრო პესიმისტური ფინალი. ბოლო კადრი გახსოვთ, ალექსი ამბობს, მე ნამდვილად განვიკურნე. ეს ხო აშკარა ირონიაა? კი, და ამან ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
საუბრობდნენ კოპირების შემთხვევებზეც კი? დიახ, რის გამოც კუბრიკმა საბოლოოდ ფილმი ბრიტანული გაქირავებიდან მოხსნა კიდეც. ბერჯესთვის კი ეს ფინალი ამახინჯებდა მის მთავარ იდეას, რომ ადამიანს შეუძლია ზრდა, შეცვლა, თუმცა ბერჯესი ბოლომდე მაინც იმაზრზე რჩებოდა, რომ თავისუფალი ნება, თუნდაც ეს ბოროტების არჩევის შესაძლებლობას ნიშნავდეს, აუცილებელია. მისთვის ინდივიდის არჩევანი უფრო ფასეული იყო. კი, ვიდრე სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული მექანიკური წესრიგი. ის თვლიდა, რომ ახალგაზრული აგრესია ერთგვარი ენერგიაა, რომელიც უნდა გარდაიქმნას. დიახ, ზრდასრულ ასაკში შემოქმედებითობაში უნდა გადავიდეს. ეს იდეა ჩანს სწორედ იმ ორიგინალურ 21 თავში, სადაც ალექსი თავის ძველ მეგობარ პიტს ხვდება, დაოჯახებულს ჩვეულებრივი ცხოვრებით მცხოვრებს და თვითონაც უჩნდება სურვილი რაღაც სხვა, უფრო სტაბილური შექმნას. მაშასე თქვენი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ მექანიკური ფორთოხალი ისევ გვაიძულებს ვიფიქროთ თავისუფლების ფასზე, მორალურ არჩევანზე. და იმაზე სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ კონტროლსა და პიროვნების ხელშეუხებლობას შორის. და ალბათ ყველაზე საინტერესო კითხვა, რასაც ეს ყველაფერი ჩვენ მსმენელს გვიყოვებს, არის ეს: რამდენად მზად ვართ ჩვენ, როგორც საზოგადოება, მივცეთ ადამიანებს ის, სახიფათო ქაოტური თავისუფლება, რომელსაც ბერჯესი იცავდა. ხო. თუ ქვეცნობიერად მაინც გვერჩივნება უფრო უსაფრთხო, კონტროლირებადი, თუნდაც მექანიკური წესრიგი. ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.